რამდენიმე წლის წინ, როდესაც ათენში ვიმყოფებოდი, პირველად იქ გავიცანი ქალბატონი ლანა, ანა მარიას დედა. მაშინ ქალბატონი ლანა ვერაგ დაავადებას ებრძოდა. ყველას იმედი ჰქონდა, რომ ქალბატონი ლანა ამ ვერაგ დაავადებას დაამარცხებდა და ოჯახი ბედნიერად იცხოვრებდა. ანა მარია, როდესაც ჩავწერე გადაცემაში, მას დაუსვი კითხვა, რომ რა იყო მისი ოცნება. ის იდგა იქ ათენში მოწყობილ კუთხესთან, ხატების კუთხესთან და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, რომ დედა გამოჯანმრთელებულიყო. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება დაბა თიანეთში, სადაც ქალბატონი ლანა განისვენებს. აი ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უძლური ვართ ბუნების წინაშე და აქ ვერაფერს შევცვლით. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა დაბა თიანეთიდან. დღეს უჩვეულო და საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აც გარდაცვლილ, ყველასათვის საყვარელ ქართველ ემიგრანტზე, მოცეკვავეზე და სიცოცხლით სავსე ქალბატონზე, რომელიც უდროოდროც გამოგვეცალა ხელიდან, ქალბატონ ლანა წამალაშვილზე. ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქიდან თიანეთიდან. დღეს მე უკვე ამ გადაცემაში მეორედ მოგესალმეთ ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო. ალბათ ნახეთ, რომ გადაცემა მონატრების ფერები მე ჩავწერე სასაფლაოზე. პირველად ამ სეზონების განმავლობაში გადაცემა მონატრების ფერებს ვაკეთებთ ადამიანზე, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევხვდით ათენში. ათენში შევხვდით იმისთვის, რომ მისი ქალიშვილი ანა მარია ალბუთაშვილი ჩაგვეწერა და უფრო ახლოდან გვეჩვენებინა ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვი. გავიცანით მისი დედიკო, ქალბატონი ლანა წამალაშვილი, რომელმაც ანა მარია ქართველად გაზარდა ათასობით კილომეტრით შორს სამშობლოდან და მან ბავშვობაშივე ანა მარიას საქართველოს და მშობლიური თიანეთის სიყვარული ჩაუნერგა. წარსულზე ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელზეც უფრო ვრცლად მინდა გესაუბროთ. საფლავი ეს არის მოვლენა, რომელსაც ვერასდროს ვერ შევცვლით. ემიგრაციაში წასულ ადამიანს დავაბრუნებთ. ან საერთოდაც არ გავუშვებთ ემიგრაციაში, მაგრამ როდესაც საფლავთან დგახარ, ხვდები, რომ აქ ბუნებასთან უკვე უძლური ხარ. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება თიანეთში და ჩვენ ვიმყოფებით იმ სახლში, სადაც ანა მარიას დედამ, ქალბატონმა ლანამ ფეხი აიდგა. დღეს მე მის ოჯახში ვარ და ერთად ვისაუბრებთ აც უკვე გარდაცვლილ ქალბატონზე, ანა მარიას დედაზე, უმაგრეს მეუღლეზე და შვილზე, დაზე, ქალბატონ ლანა წამალაშვილზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და გვმასპინძლობთ ჩვენ მთელს ჩვენს გადამღებ ჯგუფს. ქალბატონო ციური დავიწყოთ თქვენგან, მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენთან ერთად იმყოფება ქალბატონ ლანას მამა ბატონი ჯიბო და მისი ძმა ბატონი უჩა. ქალბატონო ციური, უფრო ახლდა რომ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს ქალბატონი ლანა. ის როდის დაიბადა, როგორი ბავშვი იყო და გავიხსენოთ ის ყველაფერი, სანამ ის ემიგრაციაში წავიდოდა. ლანა დაიბადა 1975 წლის 30 მაისს. რაღაცა სასწაული ბავშვი იყო, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერი. მოგეხსენებათ
ანა მარია როგორიც არის, აი განმეორება ანა მარია დედისა. მეგობრებში გინდა, მეზობლებში გინდა, სკოლის ამხანაგებში გინდა. აი არ ვიცი, მსგავსი ბავშვი თუ ღმერთო ყველას კარგი შვილი ჰყავს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონია რომ ლანასნაირი თბილი ერთგული მოსიყვარულე ბავშვი იშვიათი. პიონერთა ხელმძღვანელ რო ყავდა. მთელი ის კუთხე სულ ლანას ხელით იყო გაკეთებული. არ ვიცი თუ რამ საქმე იყო და თუ რამ გასაკეთებელი იყო ლანა წამალაშვილო, გამობძანდი ლანა წამალაშვილი და იცოდა ლანამაც რომ მისი გასაკეთებელი იყო და ძალიან გულით უდგებოდა ყველანაირ ყველგან. დაიახლა როგორც პროდიუსერი მატყობინებს, პირდაპირ ეთერში ჩასართავად ემზადებიან ქალბატონი ლანა წამალაშვილის პედაგოგები, ისტორიისა და მათემატიკის პედაგოგები, ქალბატონი გულნარა და ქალბატონი ლალი და აი ისინი უკვე არიან ხაზზე და პირველი ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ ქალბატონ გულნარას. მოგესალმებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან რთულია ლანა წამალაშვილის საუბარი. რადგან უნდა ვილაპარაკოთ მის წარსულზე მხოლოდ და მან ადრე დაგტოვა, ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან, თავისი ოჯახიდან, თავის სამეგობროდან, ჩვენი მოსწავლეებიდან, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მოგახსენებთ ლანას შესახებ. მე ვასწავლედი მას მათემატიკას. ის გვიან გადმოვიდა ჩვენ სკოლაში. ის ნომერ მეორე საშუალო სკოლაში სწავლობდა. შემდეგ ჩვენთან გადმოვიდა ჩვენ სკოლაში. მე ვასწავლედი მას ტექნიკურ საგნებს. იყო საკმაოდ გონიერი, ნიჭიერი ბავშვი. იყო მეგობრული, დისციპლინირებული. არ მახსოვს მისთვის შენიშვნა მეც ვარ როდისმე. ესე ძალიან მეგობრული იყო. რაც შეეხება ჩემს საგანს, ის სწავლობდა კარგად. მას უმაღლესი შეფასება იყო მაშინ 5 და 4 მომდევნო და აი 4 და 5-ებზე სწავლობდა ბავშვი. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც პედაგოგებთან, ასევე თავის მეგობრებთან, თანაკლასელებთან და საერთოდ სკოლის მოსწავლეებთან, ყველასთან. თუ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც ქალბატონი ლანა წამალაშვილი ამთავრებს სკოლას და მისთვის ბოლოზარი ირეკება, ამ დროს ხო პედაგოგებისთვის ყველაზე ცუდი მომენტი დგება იმ გაგებით, რომ თქვენს გაზრდილ მოსწავლეს უშვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მისი ბოლოზარიც სკოლის ბოლოზარიც მახსოვს და მისი ბანკეტიც. იმიტომ რომ თვითონ მე ბანკეტზე ვიყავი მოპატიჟებული და თვითონ ლანას მშობლებმა თავის სახლში უფლება მისცეს მის თანაკლასელებს, რომ აქ გადაეხადათ ბანკეტი. რა თქმა უნდა, ბოლო ზარზე იყო ბევრი წრემლი, ასე ვთქვათ, დამშვიდობების. ძალიან საუკეთესო კლასი იყო და არ გვემეტებოდა ეს ბავშვები სკოლიდან წასასვლელად, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მათ სკოლა დაამთავრეს და უკვე ცხოვრების ასპარეზზე გადიოდნენ. და დავიმშვიდობეთ, რა თქმა უნდა, და მალევე მოხდა ასე, რომ ბანკეტზე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან კარგი, არაჩვეულებრივად მომზადებულები იყვნენ ბავშვები, ემზადებოდნენ აი ამ დღისთვის და საუკეთესო საღამო გვაჩუქეს ჩვენ მასწავლებლებსაც. ქალბატონი ლანა, როგორც ვიცი, ემიგრაციაში წავიდა. სამწუხაროდ ემიგრაციაში მას ვერაგებადება დაუდგინეს და ფაქტობრივად ბოლო წუთები მან მშობლიურ საქართველოში, მის ეზოში, თიანეთში გაატარა. რომ გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც უკვე ემიგრაციიდან დამძიმებული მის მშობლიურ კუთხეს თიანეთს უბრუნდება.
ძალიან მძიმე იყო. პირველად როდესაც გავიგე ეკლესიაში შევხვდით ერთმანეთს. მე არ ვიცოდი მანამდე ლანას დაავადების შესახებ. მე თვითონაც ემიგრაციაში ვიმყოფებოდი. და რომ დავინახე, ვიკითხე, ვინ არის ეს გოგონა? და მაშინ მითხრეს, რომ ეს ლანა წამალაშვილია. და ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო ამის დანახვა. ლანა, რომელიც მოსწავლეობის პერიოდში მახსოვდა, როგორც ლამაზი, მაღალი, კოხტა გოგონა, მისი ლამაზი ტუჩები დღესაც მახსოვს და თვალწინ მიდგას მისი ლამაზი სახე. და უცბად დავინახე ისეთ მდგომარეობაში ეკლესიაში რომ შევხედე, ძალიან განვიცადე, რა თქმა უნდა. ჯერ როგორღაც გავბედე და მივედი ახლოს და ლანა, მე ვარ, როგორ ხარ, ჩემო საყვარელო, მივესალმე. და ლანა მე ვეღარ მიცნო. რაც ჩემთვის ძალიან კივნეული იყო. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ჩემთვის მონატრებას აქვს ცისფერი, რადგანაც ასე მგონია, ცაში არის მათი სულები და იქიდან გვიცქერიან ჩვენ და ყოველთვის, როდესაც მასზე ვფიქრობ, ავიხედავ ცისკენ და სადღაც იქ მეგულება, რომ იქიდან გვიცქერის ჩვენ და ალბათ დღევანდელი დღეც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დიდი მადლობა გულნარა მასწავლებელო, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემაში გვიერთდებოდა ქალბატონი ლანა წამალაშვილის მათემატიკის პედაგოგი ქალბატონი გულნარა ჯიმშიტაშვილი. და ახლა როგორც პროდიუსერი მატყობინებს, გადაცემა მონატრების ფერებში შემოგვიერთდება ქალბატონი ლანა წამალაშვილის ისტორიის პედაგოგი ქალბატონი ლალი ივანაური. მოგესალმებით ქალბატონო ლალი. მოგესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ეს ჩემთვის დიდი მისია, იმიტომ რომ ლანა უკვდავი უნდა იყოს და თქვენ ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით. ლანა ჩემი მოსწავლე არ იყო, ლანა იგივე შვილი იყო ჩემი. იმიტომ რომ ჩემი შვილის კლასელი იყო და ეს ბავშვები ერთად იზრდებოდნენ, ერთად მოდიოდნენ, ერთად ხალისობდნენ, ერთად სწავლობდნენ. ჩემს სახლში, სკოლაში, სკოლა ხო ჩვენი, რა თქმა უნდა, მეორე სახლია და ჩვენ კიდე ამათი შვილები. ჩვენი შვილები იყვნენ ესენი. ყველა პედაგოგს ყავს თავისი გამორჩეული მოსწავლე, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხშირად არ ვარჩევდი ბავშვებს ერთმანეთსაგან. ლანას იმიტომ ვარჩევდი, რომ ეს გოგონა იყო ძალიან ხალისი, ძალიან ალალი, ძალიან ლამაზი და მეტყველი თვალები ჰქონდა. როდესაც არასოდეს მის სიმართლეში ეჭვი არასოდეს არ შეგეპარებოდა. იყო მხიარული, ძალიან მუსიკალური. სწავლობდა ძალიან კარგად. იყო ძალიან პასუხისმგებლიანი და გრძნობდა ამას, რომ მარტო მისი მასწავლებელი კი არ ვიყავი, მისი საყვარელი თანაკლასელის დედაც ვიყავი. ასე რომ ლანას 4 წელი ვასწავლე, მერვე კლასში მოვიდა ჩვენ სკოლაში და დაამთავრა 11 კლასი. რა ვიცი, რა შემიძლია თქვა, სიკეთისმეტი, კარგი მოსწავლე იყო. ლანას დაბალი ნიშანი არასოდეს არ მიუღია და აი ეს სიყვარული სკოლიდან რაც წაიღო ჩვენთან, ჩვენც იგივე სიყვარული დაგვჭა ლანასი და ეს დიდი ტკივილი გაგრძელდება ალბათ ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე. როდესაც 2 წლის წინ ქალბატონი ლანა უკვე ძიმე მდგომარეობაში ჩამოიყვანეს აქ მის მშობლიურ ქალაქში თიანეთში. ეს პერიოდი რომ გაიხსენოთ. ეს პერიოდი მე იმ პერიოდში თიანეთში არ ვიმყოფოდი, ბებუდის საზღვარგარეთ ვიყავი. ბოლოს რო ჩამოვედი, ლანა ახალი ჩამოსული იყო და ჩემი გოგონა ხშირად მოდიოდა აქ. აი მე მიხარობდა, რომ ლანას ყავდა
ძალიან კარგი შვილი, ძალიან კარგი მეუღლე, ყურადღებიანი მშობლები და ძმები და აი ეს მაიმედებდა რომ ამ გოგონას არ გაუჭირდებოდა ის მძიმე სენის გადატანა, რაც მას ჭირდა. გარდა ამისა მიხარობდა ძალიან რომ იმ წმინდა მიწაზე იყო, სადაც ათონის მთაა და აი მის მადლი და ძალა და ის ლოცვა აუცილებლად შეეწეოდა და დაეხმარებოდა. თქვენი აზრი მაინტერესებს, ლალი მასწავლებელო, როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას ბურუსის ფერი აქვს, როგორ გითხრათ. იცი, თითქმის აი ამ ბურსში ალანა და იქიდან მიყურებს, ან აქედან ხედავ და მოვა დრო რომ ჩვენ რა თქმა უნდა მაინც ერთად ვიქნებით და აი ეს მონატრება ლამაზია და ძვირფასია, მაგრამ ესეთი მონატრება, როგორც ლანას მიმართ, გვაქვს ძალიან ძიმე და ძალიან ტკივნეულია. ეს არის მოურჩენელი ტკივილი, არა მარტო მშობლებისთვის, არამედ ჩვენთვის. მოურჩენელი ტკივილი ხარ, შვილო ლანა. ძალიან გვენატრები, ძალიან გვიყვარხარ და ყოველთვის ჩვენთან იქნები, ჩვენ გულში იქნები. და ჩვენ შენთან მოვალთ, როცა დრო იქნება და უფალინებებს. დიდი მადლობა ლალი მასწავლებელო, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. მე წარმატებებს გისურვებთ, მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ გადაცემა მონატრების ფერების ეთერში საუბრობდა ქალბატონი ლანა წამალაშვილის ისტორიის პედაგოგი ქალბატონი ლალი ივანაური. აი ასე დაახასიათეს ლანა წამალაშვილი მისმა პედაგოგებმა, ახლა კი ვაგრძელებ მის ოჯახში ისევ საუბარს და სიტყვას დაუთმობ ლანა წამალაშვილის მამას. ძნელია ისაუბრო უკვე გარდაცვლილ შვილზე, მაგრამ როგორი ქალიშვილი ყავდათ თქვენ? რა სიტყვით ლანაზე? ლანაზე რამე თქვის და რა უნდა თქვა, ჩემო მეუღლემა ამ წუთში ილაპარაკა ყველაფერი და ალბათ რა უნდა დავუმატუმედი რა ვიცი რა მაქვს სათქმელი მონატრება ერთად-ერთი რაც არის. ვენატრება ძალიან. მან ულამაზესი ქალიშვილი დაგიტოვათ, რომელიც როგორც ყველა აღნიშნავს ასლია ფაქტობრივად. განსახიერება ყველანაირად დედამის გავს და ძალიან საყვარელი ბავშვი ყავს და მიყვარს ძალიან. რომ გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ქალბატონმა ლანამ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა და ეს გამოგიცხადა მშობლებს. აი ეს პერიოდი რომ გაიხსენოთ. როგორ გითხრათ, წასვლის ჯერ ჩვენ ჩავედით იქ და მე წავიყვანეთ ლანა. მერე თქვენ დაბრუნდით აქ. 2010-ში დაბრუნდი და ისინი დღესამდე მისი ქმარშვილი იქ ცხოვრობს და იქ არიან. ანა მარია თუ ჩამოდის ხოლმე ხშირად როცა ზაფხულს რა თქმა უნდა ძლივს ველოდებთ მის ჩამოსვლას. დაბადების დღე ყოველ წელს აკუცეს, იმიტომ რომ 21 აგვისტოს არის დაბადებული. აი ესე და წელს შეიძლება დაგვაღალატოს, იმიტომ გამოსები ჩააბარა და რაღაცა აღარ გამოდის, რომ ჩამოვიდეს ალბათ რაღაც მიზეზების გამო. და გაისად გვინახულებს იმედია. თქვენ ხო არაპირებთ იქით ჩასვლას? მე უკვე მოვიდა სიბერი. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან გენატრება თქვენი შვილი, რომელმაც უკვე 2 წელიწადზე მეტია დაგტოვათ. როგორი ფერი აქვს მონატრებას? როგორ გითხრათ რა ვიცი რა. ალბათ ამაზე მწარე და ამაზე უბედურება არაფერი არ მეგვიძლია ქვეყნად. მშობელს რომ შვილი გარდაეცვლება. ქალბატონო ციური, თქვენ გაგიმხილათ ხო ლანა როგორ გაიგეთ, როდესაც მას უკვე ვერაგი დაავადება შეხვდა და აწუხებდა. ანა მარია დაჰყავდა ცურვაზე და თვითონაც გადაწყვიტა, რომ რამდენიმე კურსი ჩაეტარებინა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი იყო მუშაობით და როდესაც ჩავიდა იმ აუზში რაღაცა გარეთ გამომტყორ, აი შიგინა გამოვარდა რაღაცა, გამომტყორცნაო და დედიო მგონიო გული იყო. არა მე უთხარი შვილო რა დრო შენი გულია. აბა მეთქი აუცილებლად ექიმთან უნდა წახვიდე. წავიდა და იქ დავადგინეთ ყველაფერი. ვერაგი სატკივარი. ქალბატონო ციური, ასევე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლანას კლასელებმა მოკლედ მოუწყვეს ლანას სიურპრიზი და ჩავიდნენ ათენში, ხო? აი ეს ამბავიც რომ გავიხსენოთ. ერთი თამილა ლობჟანიძე, მეორე დარეჯანი ჯიმშიტაშვილი.
რომელიც ლანას გვერდზეა დამარხული ახლა. რაღაცა ლანას შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა ისიც. აი არ ვიცი რა როგორი თბილი იყო მართლა კიდევ ვიმეორებ ჩემი შვილი რომ საქართველოდან კლასელები იქ ჩაუვიდნენ სანახავად. ძალიან ძვირფასი კლასელები ყავდნენ, რომ აი ასე დააფასეს თქვენი შვილი და აი ახლა როგორც მე პროდიუსერი მატყობინებს, ქალბატონი თამილა მზად არის, რომ გადაცემა მონატრების სფერებში შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ქალბატონო თამილა, გესმით ჩემი ხმა? მოგესალმებით. ლანა ჩემთან ერთად სწავლობდა. ანუ 8 წლის მერე გადმოვიდა სხვა სკოლაში სწავლობდა და გადმოვიდა ჩემთან. სკოლა-ინტერნატი დავამთავრეთ მე და ლანამ. ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან თბილი, ძალიან ერთგული, ძალიან მეგობრული და ხშირად მოვდიოდით ხოლმე ლანასთან. შემოსვლა, რა თქმა უნდა, იწყებოდა ჩვენი აქ ამ ეზოში, აქეთ გაჭერამი, ჭერმის ხესთან, ჯერ აქ ჭერამს დავკითხავდით ხოლმე, შევჭამდით, მე მოვილხენდით კარგად, მე ავდიოდით ზემოთ. და ახლა იქ გრძელდებოდა ხოლმე ჩვენი ლაპარაკი, ჩვენი ლანას გამასპინძლება, მეგობრებთან ერთად მხიარულობა და ასე შემდეგ. რავი, ძალიან სტუმართმოყვარე, ძალიან გახსნილი, ძალიან ერთგული და ძალიან კარგი მოსწავლეც იყო, მეგობარიც იყო. ყველაფერი, რა ვიცი, აი სულ ფიქრობ და ძალიან არ მემეტებოდა ლანას ეს ქვეყნა წასვლა და ვერ ვიკავებ ვერასოდეს თავს და ვერც სიტყვებს ვერ ვიყრი ხოლმე მისათქმელად, რაც ლანა იყო ჩემთვის, რაოდენ ძვირფასიც იყო, ასე რომ ვთქვა. ერთად ბევრი რამე გადაგხვდენია, მაგრამ იყო სკოლის პერიოდი, ერთი რაღაც ხდებოდა ხოლმე, რომ კვირაში ერთხელ სკოლის დირექტორი ანუ აწყობდა ხაზს. გამოყავდათ ბავშვები გარეთ და ნუ ვისაც რამე ქონდა ჩადენილი ერთი კვირის განმავლობაში ან სკოლაში არ იყო და იმ მიზეზის გამო რატოც არ იყო სკოლაში, ყოველთვის ხაზზე იტყოდა ხოლმე და ხაზზე არ წხვენდა, ანუ ამ ბავშვებს რა სხვა ბავშვებთან ერთად რომ მეორედ ესეთი რაღაცა არ გაეკეთებინა და ერთხელაც მივედით სკოლაში, ნუ დილით აწყობს დირექტორი ხაზი მოაწყო და ყველა ნუ დაიწყებდა ხოლმე ზემოთა კლასიდან ჩამოდიოდა დაბლა და ჩვენ ვიყავით მაშინ მე-9 კლასში და მაშინ თქვა რომ ისა რა წამალაშვილიო გამოდიო გარეთო წინ გადმოდგიო ნაბიჯიო რა ხო თან იმდენი ბავშვები ხო და ისა რა ანკესით ხელში რომ მიდიოდიო მდინარეზეო და სკოლაშიო რატო არ იყავიო და გაშრა ეს ლანა ესეთი გახდა გაოცებული უყურებს აგვიტყდა სიცილი და ნუ ერთი კლასელი ყავდა კიდე აპრილაშვილი და იმაში შეეშალა რა ხო და არა მასწავლებელო მე რა მინდოდაო ისა რა ქვიან და უი მოდიშიო მე 4 შენ არა აპრილაშვილიო შემეშალეო ხო და მე მთელი გზას იმას დავცინოდით ხოლმე მთელი ცხოვრება უბრალოდ რომ ანკესით როგორ მიდიოდი და ესე და ძალიან იცი როგორი აი რომელი ერთი გავიხსენო უკვე ნამდვილად არ ვიცი იმიტომ რომ ყოველი დღე იყო ძვირფასი მაგასთან გატარებული ჩემთვის საბერძნეთში რომ მიდიოდა სხვათა შორის ძალიან არ უნდოდა წასვლა რომ არ უნდოდა იმიტომ რომ თავისი ქვეყნის დატოვება არ უნდოდა თავისი მშობლების თავისი ამხანაგების თავისი ნუ გარშემომყოფების საყვარელი ხალხის ალბათ ხო და მეგობრების მაგრამ ნუ მოხდა ისე რომ წავიდა მაგრამ სულ ქონდა კონტაქტი სულ და რაც წასული იყო მე სხვათა შორის ცოტა მალე გავთხოვდი სანამ ლანა წავიდოდა საბერძნეთში მანამდე გავთხოვდი და ჩემთან ხშირად მოდიოდა ხოლმე მე მოვიდა კიდეც და მე მშვიდობა რომ მიდიოდა და კაი ხანი არ მქონდა ეს რა ქვიან ურთიერთობა ლანასთან სატელეფონო და ეს კი მაგრამ ის არ მენახა და 1-4 წლის წინ დეიდა მყავს საბერძნეთში რა და იმან მითხრა რომ წამოდიო ცოტა ხანი აქ და ისვენეო და რო ჩავედი სხვა ამხანაგიც ყავდა კლასელიც რა თქმა უნდა ხო და ესენიც ნახე ხო და ისე გაუხარდა ლანას, ისე გაუხარდა რომ აი მე არ ვიცი ის სიხარული და ის დღეები რაც ლანამ ჩემი ნახვით და ჩვენ ერთმანეთის ნახვით გავიგეთ აი ვერ გამოხატავენით აი დაუვიწყარი იყო ჩემთვის და ეს იყო ბოლო
ჩვენი ურთიერთობისა, ჩვენი ნახვისა, მე კი რო ჩამოვიდა და ცუდად იყო, თავის თავათაკაც კი სულ ვეხმიანებოდი, სულ ნახულობდით რაღაც, მაგრამ იქ გატარებული ბოლო დღეები იყო მთელი ბავშვობა რომ გავიხსენეთ, რომ გიჟობები და რაღაცა ისე ხალისობდით, ვიცინოდით რაღაცა ძალიან კარგად დამამახსოვდა და მიხარია რომ ესე ბედნიერად წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ იმის მაინც დაიკმაყოფილა ჩვენი ნახვის, ჩვენთან გატარებული დღეების და ძალიან შემართებულად იყო ძალიან და სულ უნდოდა რომ სულ ცდილობდა რომ ის არა ქვიან არაფერი გვერდზნო არაფერი ნუ გეხოცებიო რომ გავიგე თავიდან რომ ესეთი მდგომარეობა ქონდა და დაურეკე ტერილი დამეწყებით და თუ ტირი ხარო რა გეხოცებიო და იმდენად ვერ შევიკავე თავი რომ არა მეთქი უბრალოდ მეთქი გარა იმიტომ ტირი ვარ რომ შენ რაღაც მოგივა მეთქი რაღაც მომენატრე მეთქი ლანა და მაგიტო ტირი ვარ მეთქი და არა არაფერი ხო იცი რა არაფერი არ ვიცი მეთქი რომ შენ ისეთი ძლიერი ხარ მეთქი ამდენი რამე გადალახე და როგორ შეიძლება შერაბი დაგემართოს იმდენად უნდოდა სიცოცხლეც თავისი ოჯახის გამო შვილის გამო ანდა მარიას გამო მშობლების გამო სულ ყველას გამო აი არც გაგრძნობინებდა საერთოდ თუ რამე აწუხებდა ისეთი იყო რა აი ბოლომდე იყო ესეთი რომ იმედია კარგად ვიქნები და აი თავისი ესეთი იმით რა ქვიან ხასიათით ალბათ იმიტომ იცოცხლა კიდე მაგდენ ხანს რომ ერთი წუთი არ მოეშვა არ დაანებდა ანუ რო თქვათ რა ხო და ძალიან გული მტკივა ძალიან რომ ესე წავიდა ბოლოს რო ჩამოიყვანეს სადახავად მოვედით კლასელები ბევრები ვიყავით სხვათა შორის და აი სულ ცდილობდი რომ არ შემეხედა და არ დამენახა მაგის მდგომარეობა იმიტომ რომ ვერ ვიკავებდი თავს არ შემეძლო მაგის მდგომარეობაში ყოფნა და ყურება მაგის რა თქმა უნდა ხო და მაგრამ მაინც გავამხიარულეთ რაღაცა იქ ამაკში მქონდათ აქ ჩამოკიდებული ის და მე უთხარით რომ მეთქვი და მეთქვი ცოტა რომ შეძლებ მეთქვი რაღაცა კარგად ყოფნას მეთქვი ისა ნუ თავი რო ისაქნა შეძლო მეთქი რომ წამოხვიდე მეთქი წაგიყვანთ მეთქი ბუნებაში წვადები შევწვათ იქ რაღაც მეთქი გავიხსენოთ ის და ისე უხარო და რომ კარგია ცოტა ხარ დამჩაო ცოტაღაო და ისაო რა ქვია მე მედიაო რომ კარგად ვიქნებიო და კი რაღაცა ესე ვიყავით ძალიან ისე განწყობილი რომ არც ეგზნო რომ ჩვენ რაღაცა მაინც დარდობდით ან რაღაცა იმედი არ ქონდა რომ ჩვენ თვალებშიც იმედი დაენახა ის თვალებში გვიყურებდა რომ როგორი რეაგირება ქონდა. ჩვენ გადაცემა არის მონატრების ფერები. როგორი ფერი აქვს მონატრებას? რა ვიცი, მონატრებას ალბათ იისფერი. იისფერი რაღაცა თითქოს გენატრება, მაგრამ იმედიც არსებობს იმის რომ ის იქიდან გვიყურებს, ხედავს. ანუ თან არის ის რომ თითქოს რაღაცა სიკვდილსაც გიიოლებს, რომ იცი რომ შენ იქ ძვირფასი ადამიანები იქ დაგხვდებიან. მინდა რომ ის რა ქვია ლანას გოგო მანა მარიამ რომელიც ძალიან კარგი ბავშვია და კარგად გაზარდა ლანამ და სულ უნდოდა რომ აქ დაემთავრებინას სკოლას რომ დაამთავრებდა აქ ესწავლა და საქართველოში ეცხოვრა. მინდა რომ ეს რა ქვიან და იმედიც მაქვს რა თქმა უნდა რომ ლანას იმედებს გაამართლებს, კარგი და წარმატებული ბავშვი იქნება და ეს რა საამაყო შვილი გაიზრდება ბოლომდე. და ეყოლება ყველას როგორც ლანა უყვარდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო თამილა რომ მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. აი ასეთი მეგობრობა და კლასელობა იცოდნენ ქალბატონმა ლანამ და მისმა მეგობრებმა, კლასელებმა, რომლებმაც ერთად ძალიან ბევრი წლები გაატარეს. გავაგრძელოთ საუბარი მის ოჯახში, ცოტა რთულია ვისაუბროთ აც გარდაცვლილ ადამიანზე თან მით უმეტეს ოჯახის წევრზე. უჩა ბატონო, რა სიტყვი საკუთარ დაზე? სათქმელი ბევრი არაფერი არის. არით მახსენდება ხოლმე და ხმამაღლა ვერაფერს ვერ ვიძახი, უსვათ გაივლის ხოლმე და გადაიბიოს ხოლმე. ჩვენი ბავშვობა უსვათ თვალწინ. 20 დღე ვიყავით ხოლმე წელიწადში თანატოლები. 9 მაისს მე ვიყავი დაბადებული, 30 მაისს ის და შვიდს უნდა ხოლმე რომ დამეწევიო.
20 დღე ვიყავი თანატოლები, მე ისე 20 დღეში ვეუბნებოდი ხოლმე რომ უფლება არ აქვს, მე შემი რა მითხრა ხა თანატოლები ვარ, ტყუპები ვით გავიზარდეთ და 20 დღის მერე მეტყოდა ხოლმე მე ისე უფროსი ვარ. რა ვიცი, ესე როგორი ბავშვობა გქონდათ? კარგი, ძალიან კარგი. ლანას წვენებელი, ჩემი წვენებელი იყო და ბავშვობაში რომ რაღაცა ნათესავები თუ შევიკრიფებოდი და ლანას ვიღაც აწვენებდა ხოლმე ძალიან ცუდად რეაგირებდი ხოლმე ამაზე. თავად თუ ჩხუბობდით ხოლმე? კი, ეგაც იყო ხოლმე, ხანახანი ბავშვობაში კი ეგაცობა. პატარები რო ბავშვობაში იყო ხოლმე. ძმებს მოჩეჩავდი ხოლმე, როგორც ძმებმა იციან ხოლმე დების მიმართ. ხუპის ცელივით იყო. უცხო ეჩი თანაცხოვრებას როგორ გაიხსენებთ? როგორც აღნიშნე მშობლებმა მერე შვილების წაგიყვანეს. აი, იქ ჩვეულებრივ როგორც ყველა ემიგრანტი ისე ცხოვრობდით. სამსახური სახლი და შაბათ-კვირას თუ შეხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს და შაბათ-კვირას ერთობოდით ხოლმე, როგორც შეგვეძრო, ხან ზღვაზე მივიდოდით, ხან და ჩემთან ოჯახში ხარვასთან და ესე რა ვიცი, როგორც ყველა ემიგრანტი ისე ჩვეულებრივ. ეხა იმიერ საქართველოსია თქვენი და გადანაცვლებული. რას ეტყოდით? სამაგრა გვირანტრება სხვა არაფერი. ნამდვილად აგეთახმებით, მონატრება არის ის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც ახლა თქვენთან არის, თქვენს ოჯახში არის. ისევ ქალბატონო ციური თქვენ დაგიბრუნდებით, როდესაც ლანა შეეძინა შვილი, ანა მარია. იქ შეეძინა საბერძნეთში და შემდგომ უკვე იზრდება ის ქართველად. ჩამოდის ხოლმე ყოველ ზაფხულს თქვენთან. საბოლოო დამოკიდებულება ანა მარიას დაბრუნდება საქართველოში. ანა მარიას გადაცემაში ნათქვამი აქვს. უყვარს ძალიან საქართველო და წინასწარ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ნათქვამი აქვს. ბებო, მე საქართველოში სათავეში უნდა მოხვდე. ნახოთ ღმერთმა ქნას რომ აუსრულოს ეს. ქალბატონ ლანას უამრავი მეგობარი ჰყავდა უცხო მიწაზე, უცხოეთის ცის ქვეშ. ერთ-ერთი ჩემი გადაცემის მთავარი პროდიუსერი, რომელიც ახლა კადრს მიღმადგას, ქალბატონი ლიგია მუშკუდიანი. მოდი ლიგიაზე გვესაუბრეთ, რას გიყვებოდათ ხოლმე. თქვენ საიდან გაგაცნოთ? რო დავინახე რა თბილი, რა ტკბილი. აი არ ვიცი რა დათესა ამისთანაც ჩემმა შვილმა იქა რომ ძალიან მაპატიეთ, მარტო ლიგია არა, დონარა, ობოლაშვილი. ძალიან ბევრი ცისანა მამაიაშვილი. აი არ ვიცი, თითზე ჩამოსათვლელად არ მეყოფა. ქალბატონ დონაზე რას გვეტყვით? დონა ძალიან გვერდში ედგა და როგორც ვიცი, აქაც ჩამოვიდა. დონარი არის აი არ ვიცი, მეორე მშობელი დედა, ლანასი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოს დავალებულები ვართ იმიდან. ბოლოს რაც გააკეთა, აი არ ვიცი. იმდენი მე არ გამიკეთებია და იმდენი შრომი მე არა მაქვს ლანასთან. იმ გაჭირვებულ პერიოდში სულ გვერდში ედგა. საავადმყოფოში იყო, სახლში იყო. ფულადი დახმარება გინდა, წამალი გინდა. და ახლა როგორც მე პროდიუსერი მატყობინებს პირდაპირ კონტაქტზე საბერძნეთიდან, ათენიდან, კონკრეტულად ომონიიდან, იმიტომ რომ ეს ადგილი არის გამორჩეული. მარტივად მიხვდები, საქართველოს დროშა არის აივანზე და ვინ უნდა ცხოვრობდეს თუ არა ერთი მოსიარულესი კეთი, ასე მითხრეს მე ათენში, ქალბატონი დონარა ობოლაშვილი და ახლა უკვე ჩემთვისაც და იქაური მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის უბრალოდ დონა. აი ასე ეძახიან, მოკლედ დონა არის ომონიიდან პირდაპირ კონტაქტზე გადაცემა მონატრების სფერებში. როგორ გაიცანით ერთმანეთი, დონა? როგორ გავიცანი და ორივეს ერთი პრობლემა რო გქონდა, ესეთი ადამიანები ხო იცი მიზიდულობა აქვთ და გავიცანი შეკითხვებით ძალიან სასიამოვნო იყო, აი ჩემი დეპრესია პირველად მე რო ვიყავი ამ მდგომარეობაში. რომ მივიდიოდი ხოლმე იმდენად კარგი ენერგია გქონდა, სულ მარიგებდა თქვაზე დეპრესიაში არ ჩავარდეო, არ შეიძლებაო, ნუ გეშინიანო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ძალიან ბევრჯერ ხოლმე როცა ვიყავი ესეთი უკვე წყობიდან გამოსული, მივიდოდი ყოველთვის დავსწრებოდით, ვილაპარაკებდით და
დავშვიდდებოდით ხოლმე მაგით. შემდგომ უკვე როდესაც აქ ჩამოხვედით თიანეთში, მის მშობლიურ სახლში. თიანეთამდე არა, მანდ ჩამოვედით როდის, იცი? უკვე ძალიან ცუდად რო იყო, მძიმედ რო იყო და იქ სამამთყოფოდა რო წამოიყვანეს, მე მივეცი პირობა რომ მე ჩამოვალ მეთქი იქა და გნახავ და მელოდებოდა სხვათა შორის რომ ჩავიდოდი და ჩავედით და ვნახეთ ნამდვილად. ათენური ცხოვრება რომ გაიხსენოთ, ის ემიგრანტული ცხოვრება, ერთად გატარებული ათენში. ჩემ დაბადების დღეზე იცეკვეს ანა მარიამ და ლანამ და ძალიან გაგვიხარდა. დონა, რას ეტყვი ახლა ქალბატონ ლანას, რომელმაც იმიერ საქართველოში გადაინაცვლა? უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და შეხვედრამდე შევხვდებით მალე. ჯვარი გწერი. მე და თქვენ კი შევხვდებით ერთმანეთს ათენში, ომონიაზე, მანამდე კი დროებით გემშვიდობები და მადლობა ასეთი კარგი და საუკეთესო რომ ხარ და იმედი ხარ ქართველი ემიგრანტების. აი, კარგი, თაბა დაგემშვიდობებით შეხვედრამდე. გელოდებით თიანეთში დონა. თიანეთში ზაფხულში ჩავალ. აუცილებლად. კარგი, აბა დროებით. გაგვახარებ. არ ჩავალ მე რო არ მივიდე იქ. აუცილებლად. კარგი, აბა დროებით. კარგად იყავით. კარგად იცოცხლეთ. მიყვარხართ და პატვის აქცევთ. კარგად. ჩვენც ძალიან. აი ასე, საქართველოსთან კონკრეტულად თიანეთთან კავშირზე იყო საბერძნეთი და მისი დედაქალაქი ათენი. ჩვენს გადაცემაში შემოგვიერთდა ქართველი ემიგრანტების იმედი ათენში. ეს არის ქალბატონი დონარა ობოლაშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ დონა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო დონარა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ახლა კი ვაგრძელებთ ისევ საუბარს ქალბატონი ლანა წამალაშვილის ოჯახში. ქალბატონო ციური, თქვენ გადაცემის ჩაწერამდე ასეთი რაღაც მითხარით, რომ თქვენს წინ შენდება ტაძარი და როდესაც უკვე ქალბატონი ლანა აქ ჩამოვიდა, აწუყვე დამძიმებული, ხშირად გამოდიოდა ხოლმე აივანზე, გადმოდგებოდა და ღმერთს თხოვდა რომ უბრალოდ კიდევ რამდენიმე წელიწადი ეჩუქებინა მისთვის, რომ ანა მარია გზაზე დაიყენებინა. როდესაც ასეთი ძალიან დამძიმდა ჩემი შვილი, წავიდა თავის ძმა, თავის დაიკოს ჩამოსაყვანად. ჩამოიყვანა. საკაცით შემოიყვანეს ოჯახში, სახლში და ჩვენ გამოსულები ვართ რაღაცას ვთათბირობთ. ამდღარი იყო. მეორე სართულზე ავიდა და სამების ტაძარია ჩვენს გვერდით და ირჯვარს იწერდა ისე დროს ავედი მე მაღლა. 2 წელი მაჩუქე დალოცვილო, 2 წელი კიდევ რომ ჩემი ანა მარია გზაზე დავაყენო. მის დანახვაზე წარმოიდგინე დედა რა დღეში ჩავარდებოდა შვილ რა 2 წელი რეებს იძახი ნუქეშინია. აქ ახარ უკვე ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ვერ გავაკეთეთ. ვერ მოვერიეთ იმ. მამაშიო როდის მოვიდა თქვენ შვილთან? როდესაც გადავედით ჩვენ მაშინ ცოტა ნელისვლით, ნელი ნაბიჯით, მაგრამ უნდა სულ უნდა რომ ეკლესიის კარებზე ყოფილიყო. იქ რო ნახეს, გადმოვიდნენ მერე სახში, სახლიც აკურთხეს და ლანაც დალოცა. და მის მერე ყოველ დღე თუ არა დღე გამოშვებით მოდიოდა მამაშიო. ნათქვამი აქვს ჩემ მეუღლეს, ეს ჩემი მესამე ბიჭიაო, იმის შემდეგ რომ აი ძალიან უდიდესი პატივისცა, ძალიან დაგვაფასა და ძალიან შეუყვარდა ლანაც, აი როგორც საკუთარი და ისე იქცეოდა. როდესაც ბოლო წუთები მთავრდებოდა და ლანა უნდა სახლიდან გაეყვანათ, ისმის ქვითინი და მე ვეძებ ჩემ შვილს, ჩემ ბიჭებსა. ესენი გარეთ იყვნენ აივანზე გამოსულები და მამაშიო თავით ედგა და რო შევხედე აი ქვითინებდა რადონეზე ტიროდა სუღარღვარი ცეროლები ჩამოსდიოდა მის შემდეგ როგორ შეიძლება ამ ადამიანის დაკარგვა ეს მართლა ჩვენი შვილია დაკრძალვის დღეს დაურეკეს რომ უნდა წასულიყო იქ სადაც მსახურობს მამაშიო და უთხოვნია რომ გთხოვთო დღეს დამტოვეთო რომ მეორე დღისით სასაფლაოზე მისულიყო და იქ ჩაეტარებინა წირვა. მართლაც ჩვენ რო გავედით მეორე დღისით, ყველაფერი გაეკეთებინა, სანთლები აენთო. ელოცნა და ისე წავიდა, როგორ შეიძლება ამ კაცის დაკარგვა. მამაშიო არის ჩვენი ღმერთი.
და ახლა როგორც მე პროდიუსერი მატყობინებს, პირდაპირ ეთერში მზად არის რომ ჩაგვერთოს მამა შიო. მოგესალმებით მამაო და დაგლოცეთ პირველ რიგში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს, შეგვეწიოს ყველას და ღვთისმშობლის მადლი, სულთმოფენობის მადლი და გაგახაროთ ღმერთმა. დის მოხდა თქვენი და ქალბატონი ლანას გაცნობა, დაკავშირება და როდის გახდა ის თქვენი სულიერი შვილი? დაახლოებით 2 წლის უკან, როდესაც ლანა ჩამოვიდა საბერძნეთიდან, იყო შეუძლოთ და მე მთხოვეს მისი ზიარება და მე მოვედი, ვისაუბრეთ აღსარება ჩამაბარა და ვაზიარე ის და შემდეგ რამდენჯერმე ღვთისწყალობით განმეორდა იგივე ზიარება, სეთისხება ჩაუტარეთ, საუბროდით, ხოლმე ვნახულობდით და ვამხნევდით მას სულიერად, რომ მისი ავადმყოფობა იყო ძიმე, ასე ვთქვათ და გვინდოდა რომ ის ასე ვთქვათ მხნედ ყოფილიყო და შევწევდით ამ სიმძიმეების და სირთულეების დაძლევაში და ალბათ 2 წელი გავიდა იმის მერე. მამაშიო უამრავი სულიერი შვილი ყავთ, მაგრამ ქალბატონი ლანა იყო გამორჩეული სულიერი შვილი თქვენთვის. რატომ? ლანა რატომღაც ხო ძალიან ისეთი თბილი მიმღებლობა ქონდა ისეთი არ როგორ თქვა იცი აი არიან ადამიანები რომლებიც რაღაც გარკვეული სირთულეების გამო ცოტა აითრგუნებიან რაღაც ყვედრება შეიძლება წამოსდეს ადამიანს ან ღვთის მიმართ ან რაღაც თავის გონებას მიმართ და ის რაღაც ესე ღვთისნებით და ღვთის მადლობით ხვდებოდა ყველაფერს და მადლობდა უფალს ყველაფერს და ემზადებოდა და იცოდა ალბათ მისი ხვედრი და ძალიან 7 წყნარი კეთილი იყო ძალიან არ უყვარდა არავის განკითხვა, არავის არაფრის დაბრალება, არავის და ეს მადლობდა უფალს და ესე შეხვდა თავის ამ დიდ განსაცდელს რა და განსაკუთრებული და ისეთი თბილი და კარგი ადამიანი იყო. მამაო, რომ გაიხსენოთ ის ბოლო წუთები, როდესაც ქალბატონ ლანას უკანასკნელ გზაზე აცილებთ. ბოლოს ხო რამდენჯერმე ტაძარშიც გადმოვიდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ ესეთი მებრძოლი ხასიათი ჰქონდა და მაინც გადმოვიდა, ლოცვებს დაესწრო, ლოცვები წაუკითხეთ, ვაზიარეთ, პარაკლისის გადაუხადეთ და მერე გავიგეთ, რომ უკვე სამწყობოში გადაიყვანეს და უფრო დაუმძიმდა სიტუაცია და მოვიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული იყო, როდესაც დაემთხვა მისი ეს წინა პერიოდში რომ ძალიან დაუძლურდა რა და მე უკვე ამ დღესასწაულზე ღვთისნებით ღმერთმა ესეინება და გაიყვანა ლანა ამ ქვეყნიდან და ჩვენ წინა დღეებში მოვასწარით რომ გვეზიარებინა ის და მოგვემზადებინა ღვთის გზაზე რომელიც ყველა ადამიანს ელის და ყველა უნდა წავიდეთ იმ ქვეყანაში და უფალმაც ესეინება რომ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე გაიყვანა ლანა ამ ქვეყნიდან და ჩვენ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი რაც საჭირო იყო მას ასე ვთქვათ საგზლად გავატანეთ ღვთის წინაშე ის აღსარება, ზიარება და ის თავისი რავის წმინდა განწმინდილი სულით წარდგებოდა ღვთის წინაშე ჯერა ამისი ჩვენ. მამაო, როგორც ყველა მოძღვარს, როდესაც იმ ქვეყნად გააცილებს საკუთარ სულიერ შვილს, მაინც ჩნდება დიდი მონატრება. როგორი ფერი აქვს მონატრებას? მონატრებას რა ვიცი, როგორ გითხრათ, ალბათ ნაცრისფერი. მაგრამ ზოგჯერ წითელიც შეიძლება, იმიტომ რომ რახან გიყვარს ადამიანი, რახან გენატრებს, გიყვარს კიდევაც ადამიანი და მრავალფერია ალბათ რა. იმიტომ რომ მონატრება იცი სიყვარულმა დაგაკლა ის ადამიანი, რაღაც განსაკუთრებულად შემოვიდა ჩემშიც და სხვანაირი ადამიანი იყო მაგიტომაც და სხვანაირად გვენატრებოდა ხოლმე რა და სხვანაირად განვიცადე ზოგადად რა მე ესეთი სიტუაცია არ მქონია რომ რაღაც სულიერი შვილი გარდაიცვალა და რაღაც და ძალიან განვიცადეთ, მაგრამ იმედი ყოველთვის რომელიც უფლისგან ეძლევა ადამიანს რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის ღვთის წინაშე უფრო ბედნიერია და ის ცხოვრება ჩვენ ზოგადად მორწმუნეებს და ქრისტიანებს გვჯერა რომ ის ცხოვრება უფრო კარგია, ის მარადიული ჩვენი სამშობლომის დაუკარგეთ ყველა იქ წავალთ და ამიტომ იმედით რომ ის ცხოვრება ჯობია ამ ცხოვრებას და ყველა იქ უნდა წავიდეთ, მაინც უძლებს ადამიანი ამ ყველაფერს და ამითი ასე ვთქვათ ვებრძვით იმ მონატრებას, იმ სევდას, იმ სინაცრისფრეს, რაც დახვება ხოლმე ამ მონატრებას და ამითი ვებრძვით რწმენით და იმედით რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ჩვენ კარგად ვიქნებით ღვთის წინაშე და სასუფეველში ერთობა და მარადიულობა გველოდება. ამის იმედით ყველაფერი გაიფანტება და თეთრი ნამაზ და ნათელი არის ხოლმე ყველაფერი. დიდი მადლობა მამაო, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ გადაცემა მონატრების სფერებში.
მონაწილეობა. გადაცემა მონატრების სფერებში საუბრობდა შატილის ხარების მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მამაშიო, რომელმაც თბილად გაიხსენა ლანა წამალაშვილი. ახლა კი დროა მე დაგემშვიდობოთ და დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონი ლანას ოჯახს მასპინძლობისათვის. ძნელი იყო დამეთანხმებით მართლა საკუთარ შვილზე დაზე საუბარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი ლანას მეუღლემ ბატონმა გოჩამ და მისმა ქალიშვილმა ანა მარიამ ამ ეტაპზე ვერ მოახერხეს გადაცემაში, რომ შემოგვერთებოდნენ და ჩართულიყვნენ გადაცემაში. ჩვენ მას აუცილებლად ვნახავთ ათენში და აქვე დიდი მოკითხვა მინდა შეუთვალო ანა მარიას. მე მას პირობა დავუდე, რომ აუცილებლად ჩავალ მე იმ სოფელში, სადაც შენ ბავშვობას და იმ არდადეგებს ატარებდი თქო. აგერ ანა მარია, მე ვარ იმ ეზოში, სადაც შენ ყოველ ზაფხულობით ჩამოდიხარ ხოლმე. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლანა წამალაშვილის ოჯახს. დიდი მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც მითხრა, რომ ძნელია ახლა მე შემოგიერთდეთ გადაცემაში და ლანაზე ვისაუბროვო. ხო იცი როგორ მიყვარდაო და ძნელია წარსულზე საუბარიო. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოყვებით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების სფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა ასევე შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების სფერების მოგზაურობას მსოფლიოს მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე შექმნილი ტურისტული კომპანია დაგი თრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების სფერები.